ქვეყნის რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით სამუშაოები 53 ლოკაციაზე განხორციელდება და პირობები სპორტის ყველა სახეობისთვის გაუმჯობესდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია და ფიქრობს, რომ ქართული სპორტი კიდევ უფრო წარმატებული გახდება. თბილისის სტადიონის გარდა ვიმშელეთ ასევე რეგიონულ ინფრასტრუქტურაზე განვიხილეთ შესაბამისი პროექტები 40-ზე მეტ ლოკაციაზე არის დაგეგმილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სპორტს აქვს დღეს უპრეცედენტო წარმატება სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით, მოთხოვნაც არის ბავშვებში გაზრდილი, ამას ამ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში. იმისათვის, რომ ამ მოთხოვნას უპასუხოთ, გარდა ამისა, არაერთ ქალაქში, სადაც არის ტრადიციები, როგორც ფეხბურთის მიმართულებით, ასევე რაგბის მიმართულებით, არის ინტერესი აშენდეს ახალი სტადიონები, მოხდეს არსებული სტადიონების რეაბილიტაცია, ახალი მინდვრები იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ბავშვთა ფეხბურთისთვის და რაგბისთვის, ასევე ზოგადად სპორტის განსავითარებლად. ამ მიმართულებითაც დღეს ვიმშელეთ კონკრეტულ გეგმაზე და უახლოეს მომავალში ეს გეგმა წარდგენილი იქნება საზოგადოების წინაშე. განვიხილეთ ვადები, განვიხილეთ მიმდინარე სამუშაოები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სპორტსაც სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სტადიონის შენობლობა, ჩვენს ქალაქებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი სპორტის წარმატებას, სპორტის განვითარებას, რაც არის ჩვენი სიამაყის განსაკუთრებული საკითხი.